მოგესალმებით. მე ვარ ანასტასია. ეს არის გადაცემა სივრცე და დღეს ჩემი სტუმარია ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების ექსპერტი მამუკა ნაჭყაბია. გამარჯობა. გამარჯობა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოპატეჟებისთვის. დიდი მადლობა რომ მოხვედი. და მოდი ავუხსნათ მაყურებელს, რას ნიშნავს ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების ექსპერტი. ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება მოდის ამერიკიდან. ესე ვთქვათ, ადრე იყვნენ სოფლიოს წამყვანი ფსიქოთერაპევტები, ვირჯინია სადირი, ოჯახური თერაპევტი, მილტონ ერიქსონი, ჰიპნოთერაპევტი და იყო კიდე ფრიც პერზი, გეშტალტ თერაპევტი. ადგნენ ამერიკელები, ორი ადამიანი და ეს ამათი პატერნები, ტექნიკები, ტექნოლოგიები გააერთიანეს, რაც კი უძლიერესი ინსტრუმენტები იყო და შექმნეს ერთი მიმართულება, ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება, ანუ ნერვებზე. ესე ვთქვათ, ვერბალური კომუნიკაციით მილტონ ერიქსონი ესე ვთქვათ, იყო ნიჭიერი ადამიანი და ფლობდა ისეთ ნიშს, რომ შეეძლო 5 წუთის, 10 წუთის განმავლობაში ნებისმიერი ისეთი ადამიანი, ვისაც ფსიქოტრაუმა ჰქონდა, ფსიქიატრიულში რო ვერ შველიდნენ, 10 წუთის განმავლობაში გამოყავდა ეს ადამიანი, ესე ვთქვათ და მსოფლიოში ძალიან ცნობილია მილტონ ერიქსონი. ამ ადამიანებმა განავრცეს ეს ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება, ესე ვთქვათ, ახლა რო ეძახიან coaching-ს, ხო, და გარდაიქმნა ფსიქოთერაპია. ადრე იყენებდნენ მეწარმეები, ბიზნესმენები, ანუ გაყიდვების მენეჯერები. ახლა საქართველოში ფართოდ გავრცელდა, შემოვიდა. და ვინ მოგმართავთ დახმარების თხოვნით? ჩვენ ძირითადად მოგმართავენ ადამიანები, ვინც გრძნობს თავდაჯერებულობის ნაკლებობას, ვინც ბიზნესშია, ვინც კარიერაშია, ვისაც შიშია ხებს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ვისაც არ შეუძლია წარსულის აწმყოსგან გამიჯვნა, ვისაც უნდა მიზნები დაისახოს და მიაღწიოს. NLP, ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება მოიცავს მიზნების დასახვას და მიღწევის ძალიან მარტივ ტექნოლოგიებს, ესე ვთქვათ, რომ ადამიანს უყვარს ქართულად რო ვთქვათ, მარცხენა ყურის მარჯვენა ხელით მოფხანა, ესე ვთქვათ. უფრო კიდე შორს რო წავიდეთ და უფრო ღრმად რო გავიდეთ, თავდაცვითი მექანიზმები კიდე ეს აპათია, როცა ადამიანს არაფერი არ უნდა, იმედგაცრუებას მოაქვს გაუგნებულობა, მე გაუგნებული ადამიანი თავს კარგავს, ცნობიერებას კარგავს, ხო, საქმეების მერეზე გადადება და ამ დროს მის დასახულ მიზანს რო ვერ მიაღწევს, ისევ იმედგაცრუება მოყვება და ხოდა. და ამ ყოველში ეხმარებით ადამიანებს თავდაჯერებულობა მოიყვება. და ძალიან მარტივად და სწრაფად. ანუ ერთად უფრო ფსიქოთერაპიით ხართ დაკავებული. შეიძლება ეს არის ფსიქოთერაპიის მიმართულება და აგიხსნით, არსებობს 3 ფაზა. პირველი ფაზა არის, როცა ადამიანს სიმპტომებთან აქვს შეხება. სიმპტომები, ანუ ბიჰევიორიზმი ქვია, ქცევის ფსიქოლოგია. მეორე ფაზა არის ის პირველ ბავშვია. მეორე ფაზაზე, ესეთი მიდგომა მაქვს, არის უკვე მოზარდი. იმ მოზარდთან მიდის ფსიქოანალიზი. ფსიქოანალიზი არის მიზეზების ანალიზი. მიზეზების ფსიქოლოგია. თუ გსმენიათ კარლ იუნგი, ესე ვთქვათ, არქეტიპები ვინც შექმნა, ნირგვები, ფროიდის მიმართულებით იყო, მაგრამ ამ დროს ჩვენ არ ვაძლევთ, როგორც ხდება ხოლმე ზოგიერთს უყვარს, რომ აი მიზეზს მოძებნის წამყვანებს მაგალითად მასმედიაში არის ხოლმე მიზეზს მოძებნის და დაუდევს ადამიანს პირდაპირ. არა, ჩვენ ირიბად ესე უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანმა თვითონ აღმოაჩინოს, ხო, იყო ესეთი ადამიანი კურტ-ლეველი აპერცეფციონული ტესტი, TAT, ესე დაარქვათ, იყო სურათები, სადაც სურათებს ანახებდა ადამიანებს და ადამიანები შემდეგ უკვე საკუთარ თავს ხედავდნენ იმ სურათებში, იდენტიფიცირებას უკეთებდნენ რა. პერსეფცია, აღქმა, აღიქვამდნენ
შემდეგ უკვე და ესეც არის ჩატვირთული NLP-ში, ნეიროლინგვისტიკურ პროგრამირებაში, რომ ადამიანს ისეთ სიტყვებს ვეუბნებით, რაც კვანძებს ხსნის. დაუშვათ შეგვიძლია გამოვიყენოთ მეტაფორა ინდულგენცია. ინდულგენცია რა არის? ადრე იყო როგორი შორიდან ხდება მიდგომა, რომ პიროვნებას არ ვეხებით. არ ვუკეთებთ ისეთ მიდგომას პირდაპირ, რო ვთქვათ ეს რჩევები. რჩევების მიცემა ადამიანი როცა მოდის ჩვენთან, ან ძლიერი ეგოისტია, ან სუსტი ეგოისტია ეს. სუსტი ეგოისტი რას ნიშნავს? ბოდიში შეგეძლებით? სუსტი ეგოისტი. ეგოიზმი მაგრამ არ ყოფნის ნახეთ, არის ძლიერი ეგოისტი, არის სუსტი ეგოისტი. ამას უფრო კიდევ მეტაფორულად ვიძახით, არა სინამდვილეში ეგრე ხდება და არა პიროვნება სულ სხვა არის. ეს ცალკე თემა და სუსტი ეგოისტი ნიშნავს იმას, რომ ანტისოციალი მაგალითად, ანტისოციალური პიროვნული აშლილობა აქვს. ეგოცენტრიული პიროვნული აშლილობა აქვს, ნარცისული პიროვნული აშლილობა აქვს. ეს გამოიწვია წარსულის წყენამ დაუშვათ. ან მშობელი, ან მეგობარი, ან შეყვარებული, ან რაღაცა ჩაიფიქრა, განზრახვა ჰქონდა და რო ვერ მიაღწია გახდა სუსტი ეგოისტი. ანუ წარსულის წყენები ამ ხელაგავლენას ახდენს შემდეგ ადამიანის ბუნების ჩამოყალიბებაზე და პიროვნების ბავშვობაში მიღებული ტრავმები, ბავშვობაში რაღაცა წყენები, რაც ადამიანში ჩარჩენილია, შეიძლება ამ ყველაფერმა განაპირობოს შემდეგ როგორ ჩამოყალიბდება ის და როგორი სოციალური ცხოვრება ექნება? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად 100%. 100%, იმიტომ რომ წარსულის წყენამ შეიძლება გავლენა მარტო ფსიქიკაზე კი არ მოახდინოს მის ორგანიზმზე. ამას ფსიქოსომატიკა ქვია. კი, ჩემთან როცა მოდიან ადამიანები უკვე წინასწარ ვიცი, მაგალითად, ახლა ბოლო დროს იყო ერთი გოგო ჩემთან მოსული და საუბარი რო დავიწყოთ შეყვე ქონდა. აღარ უნდა მაგას საუბარი, ვიცი რომ 99% პლუს 1 ვიცი რა პრობლემა აქვს, რომ აქვს მამასთან პრობლემა. ანუ ფარისებრი ჯირკულის პრობლემა უკავშირდება რა თქმა ოჯახთან თითქმის რაც კი დაავადებები არსებობს სხეულში, რაც არის დაავადება, ყველაფერი მოდის ფსიქიკიდან. დიახ, ცხადია, მოდის რაღაც კუთხე. ამას ფსიქოსომატიკა კი იწყება დაბლიდან, ამოდის მაღლა, წყენა მაგალითად მკერდზე, სიბრაზე, ყელზე, ნერვიულობა მუცელზე. რატომ არის, რომ როცა სტრესი აქვს ადამიანს კანი უშრება, ხო? ამ სტრესს აქვს კიდე თავისი სკალა. ესე ვთქვათ, ოპტიმალური სკალა, როცა ძალიან მაღალ სტრესებზეა ადამიანი, შფოთვისგან, შფოთვა კიდე რა არის, როცა უკვე მომავლის წარმოდგენას და ვიზუალიზაციას აკეთებს. მიმიხდით, ხო? ეს მომავალი ქმნის ასოციაციებს. ამ ასოციაციებს ვამუშავებთ, იმიტომ რომ თუ წარსულში ცხოვრობს, წარსულიდან მოდის ეს მერე ერთმანეთთან არის დაკავშირებული ყველაფერი. წესები აქვს, თავისი სტრატეგიები აქვს და იმეორებს ამას. მერე ჩადეს ქვეცნობიერში, ქვეცნობიერი ოფსეს, აკვიატებული რო დავარქვით. ქვეცნობიერი ამას იკვიატებს და სისრულეში მოყავს ცხოვრებაში, რეალურ სამყაროში. თქვენთან, ჩემთან, ესე ვთქვათ, შეიძლება თავიდან დამალოს, დათრგუნვა, ეს თავდაცვითი მექანიზმია, თრგუნა. დისოციაცია, ფანტაზია, ყველაფერი. ჩვენს დამოკიდებულებები რამდენად განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო შეხედულებებს. ანუ რეალურად გარდა იმისა, რომ ჩვენს ფსიქიკაზე აისახება უარყოფითად, პირდაპირ ორგანიზმზე, ანუ შეიძლება ჩვენ დაგვემართოს რაიმე კონკრეტული დაავადება, რაც გამოწვეულია ისეთი პრობლემისგან, რომლის შესახებაც შეიძლება არ ვიცით, იმიტომ რომ ვუბრუნდები ისევ იმ კითხვას, რომ თქვენ კი არ ეუბნებით პრობლემის არსს, თვითონ მიყავთ ამ პრობლემამდე, რომ გაიგოს. ანუ მე შეიძლება არ ვიცოდე რა პრობლემა მაქვს და ამ ყველაფერმა შინაგან ქვეცნობიერად ისე დამსტრესოს, რომ შემდეგ ამან გავლენა იქონიოს ჩემს ჯანმრთელობაზე. და ამის აღმოფხვრა ხდება? მაგის აღმოფხვრა როგორ ხდება? მე ხო ვიცით დაუშვათ. უკვე იდენტიფიცირება მოვახდინე. დიახ. რადგანაც მე ამდენი წელი ამ სფეროში ვარ, უკვე ვიცი ეს როგორ მუშაობს და შენ არიცი. დიახ. ეს და კიდევ ვერ გაათვისნობიერებ და არც გაათვისნობიერებ. რა დონეზეც არ უნდა მიხვიდე ტკივილამდე, იმ ადგილამდე ვერ მიხვალ. დიახ. იმიტომ რომ შენ ქვეცნობიერად მალა. კი ბატონო. როგორც რეგრესია, რო წარსულს ივიწყებ, ესე ვთქვათ.
და რა ხდება ამ დროს? მე ვიძახი ისეთ სიტყვებს, რაც კონკრეტულად იმ მომენტს, ესე ვთქვათ, დაუშვათ უსამართლო უპირატესობა, ესე ვთქვათ, ან ინდულგენცია, ცოდვების გამოსყიდვა, რაღაცა ზოგადად იმიტომ აკეთებ, რომ დანაშაულის გრძნობა რო არ ქონდეს. წარმოდგენა გაქვს რაღაცა სოციალური ზეწოლის, პრესინგ, ესე რომ ვთქვათ. სოციალური ზეწოლის პრესში ძალიან ბევრი გრძნობს და ძალიან ცუდად ესე ვთქვათ. ამიტომ სამყაროს განსაკუთრებით. ამ სიტყვებით შემდეგ კვანძი იხსნება, ესე ვთქვათ. კვანძი როგორც კი იხსნება, ადამიანი უკვე სწავლობს რა მოხდა. მისი სხეულის მდგომარეობაც აბსოლუტურად იცვლება. სურათი რო გადავიღოთ, თავიდან მოდის სურათი გადავიღოთ, შემდეგ რომ მიდის სახე საერთოდ თვალის გუგებია გაბართოებულია. აი ეს ღრმაც უმკავს მკერდი გაჟირია და შეიძლება სრემლების წამოუვიდეს და ხელები მაღლა აწევს, რეფლექსიებს აკეთებს ესე ვთქვათ და საოცარია. ხო, ამის შემდეგ ეს ანუ კვანძები იხსნება, ეს ქვეცნობიერი კვანძები. სამხალ მნიშვნელობა აქვს ადამიანმა თავის სულიერ მდგომარეობას ყურადღება მიაქცევას. სხვა შორის ძალიან კარგია და თქვენი აზრით რამ განაპირობა, რომ თუ წარსულში ეს უხერხულობასთან იყო დაკავშირებული, რომ მიმართავდნენ ფსიქოთერაპიას, დღევანდელ დღეს შეიცვალა ეს მდგომები, რამ გამოიწვია თქვენი აზრით? რომ ადამიანები აქტიურად მიმართავენ დახმარებას სულიერ, შესაძაც ეს სჭირდებათ. თუ ადრე ამ ყოველს ეხერხულობოდეთ. ნახეთ რა ხდება. როცა უკვე სოციუმზეც არის ბევრი რამე დამოკიდებული. ხო? პიროვნების განვითარების სამი ფაზა არსებობს, ესე ვთქვათ. ამ სოციუმში, როცა შედის ადამიანი, უკვე იქ სხვა, ესე ვთქვათ, ესებია, რა თქმა უნდა, იქ უნდა იჩქაროს, იქ რაღაც სამსახური, იქ ფინანსები, იქ კარიერაში წარმატება უნდა, იქ ბიზნესი უნდა, იქ შეკვეთები უნდა, იქ პერსონალს თანამშრომლებს მენეჯმენტი უნდა. ამ ყველაფერს ესე ვთქვათ, ცოდნა განათლების გარშემო სპეციალური ცოდნა, რასაც ქვია, ავიღოთ ერთ-ერთი MBA, თუ არ ყოფს ადამიანი, მე ისტრესება, რა თქმა უნდა. და ზეწოლაშია. შემდეგ რაღაცა პატარა ან მეგობრებთან ერთად რაიმე საქმე წამოიწყო, სუდაც წავიდა საქმე, ესე ვთქვათ, საქმე არ გამოუვიდათ, ერთმანეთში დაუშვათ რაღაცა კონფლიქტი მოხდა, აი ეს ყენა აქედან მოდის ერთ-ერთი ავიღოთ. ან მშობელმა მხარი არ დაუჭირა თავის ბიზნესში, ესე ვთქვათ, კვაზი მოთხოვნილებებიდანაც შეიძლება დაინახა, ხო, 30 ადამიანმა რაღაცა წამოიწყო, წარმატებული გახდა რაღაცა, თვითონაც მოუნდა, ხო. ეს არის კვაზი მოთხოვნილებები. ანუ საბაზო მოტივაციაც, ესე ვთქვათ, შეიცვალა საბაზო მოტივაცია და წარმოშობილი მოტივაცია გახდა. მოტივაცია ორნაირი არსებობს. ხო, შეგვიძლია კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ ამ თემაზე, მაგრამ აი როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ამ სოციალური პრესინგისგან, რომ გარშემო მუდმივად რაღაც ნეგატივია, მუდმივად რაღაც ითხოვენ, სულ რაღაც აი მკაცრ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ის საკუთარ ფსიქოლოგიას როგორ უნდა გაუფრთხილდეთ? როგორ ფიქრობთ? არქი საკუთარ ფსიქოლოგიას როგორ უნდა გაუფრთხილდეთ? თავი როგორ უნდა და წესი ნომერი პირველი, ცნობიერების ამაღლება, ყურადღების კონტროლი. წესი ნომერი მეორე, ესე ვთქვათ, დროის კონტროლი. ვაკონტროლებთ დროს, ვაფასებთ დროს. თუ არ ვაფასებთ დროს, მიდის დრო. შეგვიძლია უფრო მესამე წესზე გადავიდეთ. ეს მესამე წესი შესანიშნავი წესია, აქ და ახლა ცხოვრება. არცა სულ მომავალში სარგებლობაზე ფიქრი, ხან წარსულში რეტროსპექტივა. წარსული ესე ძალიან გადაგვიზიდავს თქვენი აზრით. ხალხ ადამიანები ერთადად წარსულით ცხოვრობთ. რისი ბრალი არის? ნახეთ რა ხდება. ჯერ პირველ რიგში საქართველოს ქართველებს გვიყვარს წარსული, ისტორია, ასე ვთქვათ, მოგონებები და მუდმივად წარსულში ვბრუნდებით და ვიხსენებთ. უამრავი ადამიანი წარსულს ქმნის მომავლის მაგივრად, იმიტომ შრომობს, იმიტომ აკეთებს, რომ წარსული შექმნას, მერე ისევ გაიხსენოს და ისევ ასოციაციურ მდგომარეობაში, ისევ ის, რომ იცხოვროს, ისევ ის ცხოვრება, ესე ვთქვათ, რომ გაიხსენოს. რეალობაში, ანუ
ამას ქვია სენტიმენტი. ესე ვთქვათ, Facebook-ს ახლა დავარქმევდი მე სენტიმენტი, ერთი სიტყვით და წარსულში რომანტიკა, ბლუზი, ვაი, მე და ესე რო აკეთებენ ხელს, ჟესტებით თავისი, ესე ვთქვათ. და მუდმივად ბრუნდება. ითრეს ადამიანს შემდეგ ეს წარსული. მესმის, ფსიქოთერაპია თავისთავად სულიერი პრაქტიკაა. როგორ ფიქრობთ და ფსიქოლოგიასა და სულიერობას შორის ზღვარი სათქმედის. მოკლედ რო გითხრათ ვიცი რომ ძალიან ჩასაშლელი და დიდი თემა არის. ნახეთ, ფსიქოლოგია არის მეცნიერება სულზე. ანუ მეცნიერულად უდგება. ანუ ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, ხო? და სულიერი პრაქტიკა, ანუ ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, შემდეგ როგორც რელიგია არ შეიძლება ამას რომ შევეხოთ. ფსიქოთერაპევტს და ფსიქოლოგს არ აქვს რომ რელიგიურად. რაღაც კუთხით ხო ფსიქოთერაპია ადამიანის არა მხოლოდ მენტალობაზე, სულზეც ხო მოქმედებს. რა თქმა უნდა, სულზე შეიძლება რომ რაღაც მეცნიერულად, ლოგიკურად, როგორც არის ნათქვამი, ახლა სულიერებაზე მერაბ მამარდაშვილი თავისი ფილოსოფიური აზრები აქვს, როა ვიღოთ სოკრატსაც თავისი აზრები ჰქონდა, კარლ როჯერსი ეს ამერიკელი თერაპევტი იყო, ადამიანებს რო დაუძახებდა და ისაუბრეთ ახლა თქვენ პრობლემებზე ღიად, გახსნილად. ესე რა თქმა უნდა ყველაფერი შორის, როცა აუთენტური ხარ, ნამდვილი ხარ, გამოგაქვს ტკივილი, თუნდაც ადამიანი რო დავაჯინოთ სკამზე და მეორე სკამი დაუდგათ და წინ ვინც აწყენინა ის რო არ ყავდეს და იმას რო აპატიოს, საკმარისია. იმიტომ რომ უმეტესწილად ადამიანის გონებისთვის მნიშვნელობა არ აქვს უმეტესწილად რეალურ სამყაროში დაინახავს ვიზუალურად თუ წარმოიდგენს. თორე განიცადოს. ხო, ზოგჯერ წარმოდგენას უფრო დიდი ძალა აქვს. შემდეგ უკვე ამის შემდეგ მე მეორე ფაზას ვახსენე წინა შეკითხვაში და მესამე ფაზა ფსიქოანალიზის მესამე ფაზა არის უკვე თერაპიული პიროვნება და თერაპია. აქ უკვე კონსულტაცია მიდის, ურთიერთთანამშრომლობა. ის უკვე ზრდასრული პიროვნებაა. იქ უკვე იმანიცის რომ ეს პრობლემა აქვს, ეს პრობლემა და სტრატეგიებს ვთავაზობთ, ერთად მუშაობთ. როგორ აღმოხვრათ ეს პრობლემა? ეს ყველა პრობლემა ბავშვობიდან მოდის, მაგალითად აი ყურადღების დეფიციტი, რომ ადამიანი რომელსაც უნდა რომ ყურადღება მიაქციონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვობიდან მოდის ერთია, მეორე სოციუმიდან მოდის კიდე. ბავშვობიდან მოდის ძალიან მყარად. დავუშვათ ახლა არის ადამიანი, რომელსაც ისეთ ყურადღებას აქცევენ მშობლები, რომ ხელის განძრევა არ სჭირდება. მაგას ქვია ავტორიტარული გაზრდა. სულ ყურადღებაში, აი ხიჭვი არ შეეჯოს და რაღაცა. აი ეს იწვევს უკვე შემდეგ აი ამ სოციუმში იგივე ზოგიერთი რამ რასაც ოჯახში იგებ და მე ავტომატურად მოთხოვნილება აქვს ძალიან რო აქცევენ. ან თუნდაც არ მივაქციოთ, ესე ვთქვათ. ხო. ისე აზიურ კულტურასაც გავეცანი. მაინტერესებდა ზითხარხალებ გაუტამა, ესე ვთქვათ. ეძახიან ბუდას, ბუდა ნიშნავს გამოღვიძებას. წავიკითხე 1-2 წელი. ჩემი დასკვნა ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რადგანაც NLP-საც აინტერესებს ყურადღება და ყურადღების მართვა ძალიან საინტერესოა, რადგანაც ყურადღება და ცნობიერება ერთმანეთთან არის ახლო კავშირში, ფუნქციონალი არ შეიძლება ცალ-ცალკე. და ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, ვფიქრობ მასაც ეს პიროვნული აშლილობა ჰქონდა, იმიტომ რომ ეს პიროვნება იყო პრინცი. შემდეგ გაიქცა, მიატოვა ყველაფერი და დაიწყო თავისი პრაქტიკები, სულიერი პრაქტიკება. ხო. და მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ეგრე ცხოვრობდა, მშობლები, ანუ არ აზრდნენ საშუალებას თვითაქტუალიზაცია, თვითრეალიზაცია. ხო. რაღაცა აი 40 წლის ადამიანებს დედები კიდევ ურეკავენ და ეკითხებიან რომ სადარიან რას აკეთებენ, ჭამეს თუ არა. ანუ გონია რომ რაღაც აღზრდაში არის თავად პრობლემა, მთავარი და პირველ რიგში მშობლებმა უნდა გაიაზროთ. კი, შემდეგ ნახეთ რა ხდება ეს ყურადღება. ყურადღებას რომ მიიღებს ეს ადამიანი, ამდენ ყურადღებას.
ეს ყურადღება ფორმულირდება მერე კონტროლად. შემდეგ უკვე აკონტროლეს, მაკონტროლებელი ხდება. კი ბატონო. კონტროლის ოსტატი ხდება, მაგრამ ამ სიტუაციაში ის ხდება, რომ რეალობაში ადამიანის კონტროლი არ შეიძლება, როგორ შეიძლება ადამიანი გააკონტროლოს. როცა აკონტროლებს, შენ საკუთარ ხალხს აკონტროლებს, ადამიანს როგორ გააკონტროლებს. სამწუხაროდ ხდება. არაფერი. ესეც საინტერესო მართლობა. აი, ყველაზე გავრცელებული შიშები, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერ ვამჩნევთ და თქვენ როგორც პროფესიონალს და ადამიანებთან ასეთ ხშირ შეხება გაქვთ, თქვენი აზრით რა არის, აი როგორ გაკონტროლებენ ისინი? ყველაზე დიდი შიშები რა არის, რაც ადამიანებს გვამოძრავებს? შინაგან. ძალიან ბევრი შიში არსებობს ახლა ქვეცნობიერი. წარუმატებლობის. ესე ვთქვა. წარუმატებლობის შიში კი ერთ-ერთი შიშია. ძალიან ერთი შიში ქმნის მეორე შიშს. მეორე შიში მესამე შიშს. თუნდაც ეს შფოთვაც ხო ასოციაცია, ერთი ასოციაცია რო წამოვა, ეს ასოციაცია უკვე ეჭვია. ეს ეჭვი მეორე კოგნიტური დისონანსი, ესე რო ვთქვა. რომ დაეჭვება ადამიანის რეალობაში ის ეჭვი, ესე ვთქვა, რწმენასავით არის ეჭვის რწამს და სხვადასხვა სახის შიშებს კი. ბიზნესში სხვა შიშია, ურთიერთობებში სხვა შიშია, სხვადასხვა შიშები არსებობს. და სამწუხაროდ გვმართავა ხო ეს შიშები ადამიანებს ხო ერთად შიშები. რა თქმა უნდა შესაძლებლობის გაშვების შიშიც არსებობს, კიდევ შესაძლებლობა არ გაუშვას ადამიანმა. ძალიან ბევრი. ხოჭის ძალიან რთული პროფესია გაქვთ. ძალიან რთული არის, რომ ადამიანი მთელი ცხოვრები ცხოვრობს და ჯერა გადაარწმუნო და დააჯერო, რომ ის სიმართლე არ არის. ნახეთ რა ხდება, აქ არის ესეთი სტრატეგია სიმართლე. კი. სისხლის დეტექტორზე ადამიანი რო დავაჭინოთ, ხო? კი. რასაც ისაუბრებს, დაუშვათ თუ იგრძნო, ესე იგი პულსით იქ დაარტყამს. კი. მოიხსით და იგივეა. მეორენაირად ვთქვა ჩვენი პროფესია სიმართლეს მოიცავს, რომ მივიყვანოთ ადამიანის სიმართლეზე ისე, რომ ჩვენ არ მივცეთ ჩვენი არჩევანი, ჩვენი შეხების ჩარევის გარეშე. თვითონ რომ მივიდეს, სიმართლეს ვეუბნებით, ყველაფერი სიმართლეზე მივიყვანს, სიმართლე მიყავს. იმიტომ რომ სიმართლე სხეულით გრძნობს ადამიანის სიმართლეს. იგრძნო და იგრძნობს თვითონ. შეიძლება ვერ გააცნობიეროს, მაგრამ მისი სხეული იგრძნობს. რა თქმა უნდა, ქვეცნობიერზე მიდის მუშაობა, როცა თავდაცვით ფუნქციებშია, ხო? ნერვებს რო იკეთებს. დავუშვათ ახლა ავიღოთ აი კალორის სქესი მქონია პროფესიული კალორის სქესთან პროფესიული და საქმიანი ურთიერთობა და რამოდენიმეს შევამჩნიე რომ მამაკაცურისკენ არის რაღაცნაირად. აი ეს ნამდვილი კალური ბირთვი შეიძლება იყოს შემიღებული მამაკაცურით. ერთ ნიღაბს მეორე ნიღაბი აქვს. ის ნიღაბი კარნახობს როგორ უნდა მოიქცეს და ამ დროს რა თქმა უნდა სხეული განიცდის რომ ვერ ყვავილდება ცოტა ისე გადმოწიე ცოტა ესე გადმოწიე ეს კიდე მებრძოლ მამასთან ესე ვთქვათ რო ებრძვის და ამ ბრძოლაში იმ სახეს იღებ ხო რასაც ვებრძვით ну ესე ვთქვათ ჩვენს იგივე რა თქმა უნდა ვირეკლავთ კი ცხადია როგორ ფიქრობთ ადამიანი მართავს შფოთვას თუ შფოთვა მართავს ადამიანს ადამიანი თუ შფოთვა მართავს ადამიანს რა თქმა უნდა ხო რა თქმა უნდა როგორ ხდება მაშინ ამის კონტროლი როგორ ხდება ამის პრაქტიკები არსებობს მიზეზი რომ ადამიანი მოვიდეს აქ და ახლა ოღონდ არა სიამოვნება არის რომ როგორ ცეცხლი აიღო შემდეგ ორი იმდენი უსიამოვნება დაბრუნდება. მერე კიდე მერე სამი იმდენი უსიამოვნება დაბრუნდება. ამას სჭირდება ესეთი ჭკვიანური მიდგომა, რომ საკუთარ თავს შენ თვითონ მიუძგე. შფოთვა არის საკუთარი თავის იდენტიფიცირება რაღაცასთან მომავალზე, რომ აკეთებ წარმოდგენებს, ვიზუალიზაციებს. ხო, ეს ხარ კონტროლირებადია, როგორც თქვა შფოთვა გმართავს ჩვენ. შფოთვა გმართავს თუ მიცემთ ამის საშუალებას. რა თქმა უნდა, ყველაფერი
აქედან იწყება მთელი უბედურებები და მთელი ავადმყოფობები და ვეჭვები და ანუ კონტროლის შესაბამისი პრაქტიკები და მუშაობით სპეციალისტი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ესე რომ ვთქვათ, ოჯახურ პირობებში და როგორც არაპროფესიონალი ვფიქრობ, საკუთარი თავის მოვლა შესანიშნავი საშუალებაა. საკუთარ თავს გავჩერდეთ, საკუთარ თავს მოვუაროთ, ესე ვთქვათ, შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ, ვაღიაროთ, ვინც ვართ და ისა ვითამაშოთ, ვინც არა ვართ. და მთავარია ვფიქრობ ჩემი, რა თქმა უნდა, სუბიექტური აზრით, რომ ვაპატიოთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აი, როდის იქცევა საკუთარი თავის მოვლა ეგოიზმად? აი, ეგ ზღვარი სათქმეთის. ნახეთ ეგოიზმად საკუთარი თავის მოვლა გადამეტებით ვიცით ხოლმე ადამიანები გადაჭარბებულად მე ვფიქრობ უფრო რაც სასარგებლოა აი ეს რაღაცის კეთება უფრო ზომიერად თუნდაც სტრესი ზომიერი სტრესი სასარგებლო ზომიერი სტრესი. მაგრამ გადაჭარბებულად უყარს ადამიანს გადაჭარბება. ყველაფრის. აი ეს გადაჭარბება პატერნია უკვე მოდელია, მე სხვა რაღაც ალკოჰოლს აჭარბებს, სიგარეტის მოწვევას, ყავას აჭარბებს, საუბრისას ხმის აწევას აჭარბებს და ამ ქცევის მოყვება ასე ვთქვათ. თქვენთვის შინაგანი ჰარმონია რა არის? ან ეს არის შინაგანი მდგრადობა თუ ეს არის დინამიური ბალანსი? შინაგანი მდგრადობა ჰარმონია. შინაგანი მდგრადობა ეს სიტყვა ანუ მდგრადი ნახეთ ჩვენ ფასეულობებს ჰარმონია მოდის რა არის ჰარმონია რომ შეხმატყილებულია ყველაფერი ერთმანეთთან. ჩვენი ფასეულობები რა არის ფასეულობები რაც ყველაზე ძირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ხო ეს ფასეულობები კიდევ ორი ტიპის არსებობს. ანუ ემოციური განწყობა, ფასეულობები მიზანი და ფასეულობების საშუალება. ანუ ადრე მე მინდა მაგალითი მოვიყვანო, ახლა ჰარმონიასთან პირდაპირ კავშირშია. მყავდა შეყვარებული უშესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. არანაირი ესე ვთქვათ არც დისკომფორტი, არც დისჰარმონია არაფერი. მაგრამ ამ ადამიანთან გვერდით რო ვიყავი თავს ვგრძნობდი გარშემორტყმული გადაუჭრელი პრობლემებით. წარმოიდგინეთ მუდმივად სიამოვნებას და უსიამოვნებასაც ერთად ვგრძნობდი, კი? და სხვა აი თვითონ ადამიანის ურთიერთობაში, ქცევაში, მეტყველებაში არანაირი პრობლემა არ ქონია საერთოდ. არც მე, არც იმას. რამ გამოიწვია ენერგეტიკულმა დაუშვათ? არა, პოლარულობის ბრალი მაგია იყო. ნახეთ, მე შემდეგ უკვე მივხვდი, აი გათვიც დამჭირდა დიდი დრო. გათვის ცნობიერების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ფასეულობები, სიყვარული და თავისუფლება ისე უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, რომ უკვე კონფლიქტი იქმნებოდა. და შემდეგ ეს ორი რო გავათვისნობიერე, უკვე სხვა ფასეულობებსაც მივხვდი. და აი უკვე დინამიკა წარმოიქმნა. ერთისთვის უფრო მეც გავაკეთებდი, ვიდრე მეორისთვის. და თუ ეს ფასეულობები ისე იყო, რომ ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, უკვე კონფლიქტობდნენ. მაშინ ვისწავლეთ. გიყვარდათ და გინდოდათ, მაგრამ პარალელურად გინდოდათ თავისუფლება. ხო, თავისუფლება ფასეულობა იყო ჩემთვის. ხო. ამან გამოიწვია, ამიტომ დავარქმევდი უფრო დინამიურს. იმიტომ რომ ჩვენი ფასეულობები, ეს ემოციური განწყობა, ეს სიყვარული, გამბედაობა, სიმამაცე, დაავადდება, შეწირვა იყოს თუ დავარქვათ, ქმნის დინამიკას. იერარქიულ დინამიკას. სხვაშიც ძალიან საინტერესო თამაში ახლა სიყვარულს და იმიტომ რომ რაღაცა კითხოთ მაგაც აი რა არის თქვენი ასეთი სიყვარული? როგორც ფსიქოლოგი, როგორც ექსპერტი ამ ამბის ადამიანების ფიგრების და მორალის და ფსიქოლოგიის. რა არის სიყვარული არის ეს დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა თუ აქვს რამე სხვა ახსნა?
ეს ადამიანზეა დამოკიდებული ვის როგორ უყვარს ერთი ადამიანი, ვინ როგორ აღიქვამს ხარდია. ყველა სხვადასხვა თქვენი აზრით ჩემი აზრით აი უფრო ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ადამიანმა მხარი უნდა დაუჭიროს ურთიერთობაში სიყვარულს და არ ყვებოს მეორე ადამიანის ეგოიზმი, რომ არ მოწამბლოს, ან მეორე ადამიანი ესე ვთქვათ. სიყვარული ეს არის ჰარმონია და ერთმანეთის გვერდში დგომა. რა თქმა უნდა, ჰარმონია, თავისუფლება, სრული აბსოლუტური თავისუფლება, აბსოლუტური თავისუფლება და სიყვარული ცოტა რაღაცა არა, ნახეთ კი გააჩნია იქ ძალიან ბევრი ფაქტორი არის. შეუძლია ერთ ადამიანს ახლა ქალი რა თქმა უნდა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას სადაც მამაკაცი და მამაკაცმა ეს თუ კონფლიქტში ცნობს რაღაცა ისე რომ იქეთ ესე როგორც მე მოვყვები ახლა მაგალითი შეუძლია რომ გადააფასოს ფასეულობების გადაფასება ხდება როგორ ხდება ახლა ფასეულობების გადაფასება როგორ ხდება და დაუშვათ თავისუფლება ჩამოვწიოთ ცოტა დაბლა და შევცვალოთ პასუხისმგებლობით კი ბატონო შესანიშნავია არც კონფლიქტი ხდება არაფერი და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ აუ მე მონოგამური ადამიანი ვარ და რაღაცა უღალატი საკუთარ პრინციპებს არა პირიქით, უფრო გაიზრდები პიროვნულადაც, მენტალურადაც, ისწავლი, სხვასაც ასწავლი, ფასეულობებს შექმნი და შორს წახარ. გასაგებია. ციცაბრი კითხოთ, აი ადამიანს რა უფრო მეხმარება ჰარმონიაზე საუბრობდით, აი ამ ჰარმონიის მიღწევაში ეს არის მედიტაცია ეს არის და უშუალოდ რაღაც კონკრეტული რუტინები, რაღაც კონკრეტული ურთიერთობები, რა უნდა გააკეთოს დამატებით კიდე ადამიანმა, რომ რაღაც იმ ჰარმონიას მიაღწიოს და ის მუდმივ დაძაბულობაში არ ვიცხოვროთ. აუცილებელი, აი, უფრო საერთოდ მე მყავს იცით კითხვა, აი, ფიზიკური დატვირთვა, ფიზიკური მდგომარეობა, რამდენად ახდენს გავლენას სულიერ მდგომარეობაზე. ეს არის ეს ორი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში? 100% ერთმანეთთან კავშირშია, რა თქმა უნდა. ახლა დავუშვათ, ფასეულობები არის კიდე როგორი. მოწყენილობა, ფრუსტრაცია, სევდა, დარდი. ხოხის თუ ჩვენ მივიღებთ პოზა ესეთი თუ გვექნება ეს კერდიც რო დავუშვათ უკვე ორგანიზმი ფესნობიერი ხო რა თქმა უნდა ფესნობიერი აკონტროლებს სისხლის მიმოქცევის სისტემას ამ ემოციების ფესნობიერშია რო ის ხორცნება დროს ფერებით ხედავს სამყაროს უფრო მარცხენა პირის ნახევარსფერო უფრო ლოგიკა ასე ვთქვათ უდრის ნიშნულობები 2-4 და ასე ფიქრობ რომ სხეულის მოვლა პირდაპირ კავშირშია შესაძლებლთა გადანაცვლებით ჯამი არისლება ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ესე ვთქვათ ესე ანუ თუ ჩვენ გვინდა სრულ ჰარმონიას და რაღაც შინაგან სიმშვიდეს მიმოხსნათ სხეულსაც უნდა მივახსოვოთ მხოლოდ დაუშვათ ფსიქოლოგებთან კონსულტაციები ან ფსიქოთერაპევტთან არ უკმარა აუცილებელია რომ ფიზიკურად და წვრილდება მიაღწიოთ ჩვენ თავს რა თქმა უნდა 100%-ით გასაგებია და იცით რა უნდა გითხრათ აი ჩვენი თავი როგორ უნდა დავიბრუნდოთ შესაძაც აი გგონია რომ სამყარო თითქოს ჩვენს გარეშე მიმდინარეობს და ამოვარდინოთ თუ ეს არის პერიოდები რომ სამყარო ჩვენ თავს არ ხდება სამყარო ცხოვრება ჩვენ თავს არ ხდება ცხოვრება ჩვენთვის ხდება რომ ეს რომ მივიღოთ რაღაც ისეთი მსგავსი მოუკარი თვალი ესეთი ციტატა იყო რომ საინტერესო იყო რაღაცნაირად და ცოტათი გავიაზრე ესეთ თლაცო ფილოსოფიურ აზრებს ესე ვთქვათ მიჯნავ ხოლმე. და თავი როგორ დავიბრუნოთ? საკუთარი თავი თუ დავკარგეთ. ესე იგი როგორ გამოდის? რომ ჩვენი ფასეულობები დავკარგეთ. შეიძლება რომ ზედმეტი დრო რაღაცა კონკრეტულს დავუთმოთ. დიახ. ან სხვა საქმეს დავუთმოთ, ან კარიერას, ან ბიზნესს, ან ურთიერთობებს, ხო? მაგრამ როცა უკვე საკუთარ თავს კარგავთ, რა თქმა უნდა, მაშინ შეიძლება პიროვნული ტრანსფორმაცია 100%-ია. რომ ვინც გავხდით ის ანუ ესე ვთქვათ, ის ნიღაბი. ვინც არა ვართ. რეალურად, რომ ის ნიღაბი მოვიხსნათ.
ამას უკვე სხვა მიდგომა ჭირდება და ამ მიდგომას მუშაობ. პასუხის გეპლობა. ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავ ადამიანს? ძირითადად მოგმართავენ შიშები, თავდაჯერებულობის ნაკლებობა. თავდაჯერებულობა ადამიანს იმიტომ და თავდაჯერებულობა რომ არ არსებობს დაჯერებული იყო და თან ემოციაც ჰქონდეს შიშის. ამიტომ უნდა ადამიანებს თავდაჯერებულობა გამოიმუშაონ და თავდაჯერებულად იარონ ის ლოგიკურ გეგმის მიხედვით. მაგრამ აქ წყალქვეშაქვებია. ფასეულობები არის ისეთი ინსტრუმენტი, რომ როცა რაღაცა საშიშია, უნდა მივიდეთ, წავიდეთ იქ სადაც საშიშია. შემდეგ ამ შიშს გადავლახოთ ეს შიში? და შემდეგ შიშს რო გადავლახავთ, ეს შიში ხდება უკვე ფასეულობად, სიმამაცით, გამბედაობად, ხოლმე მივხვდით. და დაჯერებულობა ამ მომენტში ანესთეზიის როლს თამაშობს მისთვის. ხოლმე მივხვდით, რომ არ განიცადოს ის სუბიექტური ფასეულობა. ანუ ჩვენ შიშის იქამდე გვეშინია, სანამ ამ შიშს ვიგრძნობთ? რეალურად სანამ შევეჩეხებით, იმიტომ რომ თუ შიში გადავლახეთ და ეს გადავიდა ჩვენს თავდაჯერებულობაში, გამოდის, რომ ჩვენ გვეშინია შიშის წინასწარ.